ბერს რა უნდა რუსთაველზე აი ანტონი დიდი ხო როგორი ბერობის მამაა ხო ფაქტობრივად ესე უწოდებს ეკლესია და ანტონი დიდი ორჯერ გამოდის უდაბნოდან ხო როგორი მეუდაბნოი მამა მთელი ცხოვრება უდაბნოში გაატარა და ეს რა შემთხვევებია ახლა ერთი არის მოწამეობის პერიოდი როდესაც ქრისტიანებს აწამებენ და გამოდის ხალხის სანუგეშებლად და ხალხის გვერდით დგას და მეორე ეს არის ათანასე დიდის დროს არიანელებთან წვალებლობა და გამოდის ეკლესიის დასახმარებლად. ანუ დღეს რა ხდება რუსთაველზე? დღეს რუსთაველზეც იგივენაირად ხალხის წამება მიდის. აი პირდაპირ ეთერებში ხედავთ როგორ აწამებენ ხალხს, ხო? რა უსამართლოდ იჭერენ, როგორ სცემდნენ ჟურნალისტებს, როგორ ასისხლიანებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას და აქციის მონაწილეებს, წამლავენ ქიმიური იარაღით და ეს ხალხი რომელიც იქ დგას რუსთაველზე, ეს ხალხის იქ მინიმუმ 80% არის მონათული და ეკლესიის შვილია.